მოგესალმებით. პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემები. რა ასაკი არის ყველაზე სახიფათო და როგორ ხდება მკურნალობა? ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მენტალური დარღვევების წყარო უმეტესად გენეტიკა ან ცხოვრების სტილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ნაბიჯები საერთო ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ზოგიერთი აშლილობა საკმაოდ სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს და პროფესიული ჩარევის გარეშე მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. ამ თემაზე იმპულსი შეკითხოთ ფსიქონევროლოგი, მედიცინის დოქტორი შორენა ვაშაძე უპასუხებს. მოგესალმებით, კაპიტანი შორენა, მადლობა სტუდიის სტუმრობისთვის და საკმაოდ ფართო თემაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ შევეცდებით ამ თემასთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური შეკითხვას უპასუხოთ და გარკვეულწილად ვისაუბროთ იმ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც თანამედროვე რეალობაში ყველაზე აქტუალურია. პირველ რიგში დავიწყოთ მენტალური ჯანმრთელობის განმარტება, როგორია თანამედროვე ცხოვრების პირობებში, თანამედროვე ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის ფონზე მენტალური ჯანმრთელობის განმარტება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. მენტალური ჯანმრთელობა, ანუ იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობა, ანუ ფსიქოლოგიური, ესეთი მდგომარეობა პაციენტის. ეს არის მისი განმარტება და ჯანმო, ანუ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მენტალური ჯანმრთელობის პირი არის სოფლიოში ყოველი მეათე. ანუ დაავადებათა ჩამონათვალში მას ერთ-ერთი ესეთი სათანადო ადგილი უკავია ონკოლოგიური, ვთქვათ, სისხლთა დაავადებების შემდეგ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაც გარკვეული ასაკის მიმართებაში, ასაკში არ ქონია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ანუ რახან ყოველი მეათე მინიმუმ მაინც არის მენტალური ჯანმრთელობის მქონე პირი, მას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა არა მარტო ამ დაავადების აღმოჩენას, მკურნალობას, არამედ პრევენციულ ღონისძიებებსაც კი, რასაც სიღრმეში თუ უფრო წავალთ, ეს დეპრესია და მსგავსი პრობლემები პრაქტიკულად ყველა ადამიანის გამოწვევა შეიძლება იყოს და ამაზე უკვე დიახ, ერთი რაღაც მინდა დავამატო, ბოდიში სიტყვა წაგართვით, მენტალური ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს ჩვენს ემოციების მდგრადობას, სოციალურ მდგომარეობას, კეთილდღეობას და რასაკვირველია, ეს არის კოგნიტური, ანუ შემეცნებითი დარღვევა. დავიწყოთ იმით, რომ რა არის ფსიქიკა, ეს არის უმაღლეს განვითარებული ადამიანის დამოკიდებულება, ადაპტაციის უნარი გარემოში, შემდეგ ადაპტირება გარემოში, კომუნიკაციების მართვა, ანუ ურთიერთობების აღდგენა, ურთიერთობების შენარჩუნება, ამ ურთიერთობების შენარჩუნება და გარკვეული ქცევების წესების დაცვა და ესეთი გარემოში ადამიანის ინტეგრირება. და თუ ეხლა კოგნიტურ ცვლილებებს გავითვალისწინებთ, იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბოლო დროს დემენციის საკითხები, კოგნიტური საკითხები, განსაკუთრებით კოვიდის შემდგომ მდგომარეობა ძალიან აქცევს ახდენს აი ამ მდგომარეობაზე ძალიან დიდ ზეგავლენას და დემენციის აქტუალობის შესახებ თქვენ გსმენიათ. დღესდღეობით სოფლიოში ჯანმოს მონაცემებით, როგორც მოგეხსენებათ, 50 მილიონია და ესე იგი დაავადებული და დაახლოებით 2050 წლისათვის ეს ციფრი მოიმატებს 3-ჯერ, ანუ ნახეთ როგორი ესეთი გეომეტრიული მატება მიმდინარეობს ამ ციფრში. და საინტერესოა ხალხო შორენა, როგორც ფიზიკური რაღაც ესე გავაკეთოთ პარალელი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის შემთხვევაში, ასევე მენტალური ჯანმრთელობის შემთხვევაში, როდის უნდა დავიწყოთ მასზე ზრუნვა, მანამ სანამ პრობლემა გაჩნდება. თუ როდესაც პრობლემა გაჩნდება და მე, აი რაღაცა ეს ზღვარი როგორ უნდა გავავლოთ. სპეციალისტები, მკვლევარები გვირჩევენ, რომ სანამ პრობლემა დაიწყება, მანამდე უნდა მოხდეს პრევენციული ღონისძიებები. ნუ რა არის პიროვნება? ეს არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, ეკონომიკურად ჩამოყალიბებული არსება, რომელსაც გარკვეულ სიტუაციებში უჭირს გარკვეული კატაკლიზმების გადალახვა და კატაკლიზმები როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრია ჩვენს ირგვლივ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური გემოვნების ვართ, მაგრამ ჩვენზე ნამდვილად მოქმედებს ის, რაც ხდება ჩვენთან დღეს. ეს არის
პოლიტიკური, თქვათ ეკონომიკური, სოფლიოში და ასე შემდეგ არ არსებობს ისეთი ადამიანები, რომელზედაც არ მოქმედებდეს მაგალითად უკრაინის ტრაგედია, თუნდაც ყოველდღიური ტრაგედიები, თუნდაც პოლიტიკური მოვლენები. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ნამდვილად აისახება ჩვენთან ინფორმაციასთან ერთად და ეს გამოხატავს ჩვენს ემოციებს, ხო, ვთქვით რომ ემოციური მდგრადობა. მე არ ამგონია სულ ამბობ ხოლმე ხშირად რომ ტელევიზიაში არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც არ ფიქრობდეს თქვენს კოლეგაზე მზე ამაღლობაზე, ეს ხო წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნება და მრწამსი აქეთ და ვთქვათ განწყობა, ხო, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ის ემოცია, დამოკიდებულება, გარკვეული ფაქტის მიმართ ახდენს რასაკვირველია ჩვენზე, ზეგავლენას და ჩვენი ფსიქიკა რა არის, ჩვენი ემოციის, აზროვნების, მეტყველების, ქცევის, აღქმის, ერთობლება, ცნობიერების, ჩემო ბატონო, ეს გვაძლევს აი იმის საშუალებას, რომ ჩვენ ყველა ეს ნეგატიური ინფორმაცია, ყველა ის კორტიზოლი, რომელიც ამ ნეგატიურ ინფორმაციას თან ახლავს, მთელი ეს ჰორმონალური სისტემა, მთელი ეს ევოლუციურად ესე რომ ვთქვა ადამიანი მოუმზადებელი ამ ინტენსიობის ინფორმაციისთვის, იქნება ეს სარეკლამო შეტყობინებები, იქნება ეს გარშემო მიმდინარე მოვლენები, იქნება ეს რაღაც გარკვეულწილად ეგრეთ წოდებული კლიპური აზროვნება და თანამედროვე სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ცვალებადი ინფორმაცია, ყველაფერი ეს გავლენას ახდენს და ჩვენ გარკვეულწილად მოუმზადებელი ვართ ამ რეალობისთვის. არა მარტო ქსელური, არამედ ტელევიზიას აქვს აი ლომის წილი, აი ესეთ იმაში, სამ ტელევიზიაც ხო ესეთი საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს და აგრესიული მოქმედება არის სწორედ რაღაც გარკვეული მიზანი, რაღაც გარკვეული ქმედებების, ეს რასაკვირველი აისახება ჩვენს ემოციებზე, ჩვენს ქცევებზე და მეტნაკლებად ვახერხებთ აი ამ მოთოკვას ამ ემოციებისას, ამის გადახარშვას, ანუ რო ვთქვათ ესეთი მარტივიანით და მასზე ჩვენი რეაქცია და ესეთი მე მინდა გითხრათ იშვიათია გარდა ტრავმატოლოგიური ვთქვათ დაავადებებისა, რომლის საფუძველი არ იყოს სწორედ ფსიქოემოციური სტრესი, რომელიც თავს იჭერს არა მარტო მაშინ, მეცნიერთა აზრით, არამედ გარკვეული წლების შემდეგაც. ისეთ დაავადებებში, როგორიც არის, ვთქვათ, ონკოლოგია, გულსიზარღვთა დაავადება, გასტროლოგიური დაავადებები, ვთქვათ, კარდიალური დაავადებები, კარდიალგები, მთელი რიგი სიმპტომო კომპლექსი აიკინძება სწორედ აი ამ დაავადებების ფონზე. ხშირად არის ხოლმე, რომ პაციენტი რამდენიმე ექიმს მიმართავს, სხვადასხვა პროფილის ექიმს და ცდილობს ხოლმე თავისი დაავადებების სიმპტომებიდან გამომდინარე ყველასთან თითქმის მოახდინოს კონსულტირება, რათა დაადგინოს მისი მიზეზი, მაგრამ მისი მიზეზი ხშირად არის ხოლმე მასკირებული დეპრესია და ნევროზული რეგისტრის საშუალება და სწორედ აი პროფესიონალი ჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ დაადგინოს რა არის მისი მიზეზი და მიზეზის დადგენის შემდეგ რასაკვირველია, ბევრად უფრო იულია მკურნალობა, ვიდრე ვთქვათ ესე მეზობლებისა და ახლობლების რჩევით. ქაბატონშვილი ახსენეთ თქვენ სიმპტომები. ისევ გავალოთ პარალელი, როგორც ფიზიკური დაავადებები, ორგანიზმში არსებული ესა თუ ის სომატური პრობლემა, ზოგი ადრევლინდება, ზოგი გარკვეულწილად მოგვიანებით ავლენს თავს, ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში არსებობს თუ არა გარკვეული ნიშნები. ფსიქიკური აშლობის შემთხვევაში. აი, არსებობს თუ არა ნიშნები, რომელიც მიუთითებს პროცესის დაწყებას და შეიძლება თუნდაც მათი დროული პრევენცია. ანუ ჩვენ ესე იგი უნდა განსაზღვროთ ეს არის ფსიქიკური აშლობა თუ არის სიმპტომი ისეთი, რაც ახასიათებს ფსიქიკურ აშლობას, მაგრამ არის სხვა დაავადებების ფონი. ახლა მაგალითად პატერნი, შემადგენელი ნაწილი, უძილობა, ხო? შეიძლება იყოს ძალიან ბევრი დაავადების. და ხშირად არის ხოლმე რომ სტიგმატირებული როცა არის რომელიმე დაავადება, ამ სიმპტომით მოდის პაციენტი და სწორედ მაშინ ჭირდება პროფესიონალი, რათა მოხდეს ესე იგი დიფერენცია. ეს არის ფსიქიკური აშლობის მქონე დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი თუ სხვა დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი. ამიტომ გამიჯვნა საკმაოდ რთულია და ეს ევალება მხოლოდ ექიმს და არა პაციენტს და მის ახლობელს. ალბათ ყველაზე ხშირი დიაგნოზი მაინც დეპრესია, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლობა და აი ეს კი, ანუ ეს ძირითადი დიაგნოზები მკურნალობის თვალსაზრისით, რომელი უფრო გავრცელებულია და რომელი უფრო ადვილად სამკურნალოა. სამწუხაროდ სტატისტიკური მონაცემები ბოლო ხანს საქართველოში ჩატარებული, ანუ ინფორმაცია ამ დაავადების გავრცელების შესახებ არ არის. მხოლოდ აი ესეთი
რადგანაც ესეთი ძალიან ძნელია ხოლმე პაციენტის განკუთვნილ მაინც სტიგმატიზირების შემდეგ. პირველი ესე იგი სტატისტიკური მონაცემები სრული ამის შესახებ არ არსებობს. თუმცა არსებობს აი ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნევროზული რეგისტრის აშლილობები, დეპრესიული აშლილობები საკმაოდ მოიმატებს. 2020 წლისათვის ესე იგი სოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია ესე იგი აკეთებდა განაცხადს, რომ იქნებოდა საკმაოდ მაღალი დეპრესიული რეგისტრის აშლილობების რაოდენობათა რიცხვით პაციენტები მთელ სოფლიოში. ესე იგი და რასაკვირველია. არა, ჯერ კიდევ არ იყო COVID ინფექციები დადასტურებული და არავინ არ იცოდა COVID ინფექციების შესახებ, მაგრამ ესე იგი სოფლიო საზოგადოება სამედიცინო იყო გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ 2020 წლისათვის მოიმატებდა დეპრესიული აშლილობით დაავადებულთა რაოდენობა. 2015 წელს ესე იგი ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეკრიბა ყველა ქვეყნის თითქმის სოფლიოს ყველა ქვეყნის მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ-ერთი პირველი პირი და მათ თხოვა რომ მოემზადებიათ ქვეყნები და მოემზადებიათ სამედიცინო სფერო დემენციით, ანუ კოგნიტური დარღვევების მქონე ადამიანების რაოდენობის მომატებასთან დაკავშირებით მიიღოთ რაღაც გარკვეული გეგმები და ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ძალიან დიდ თანხას ხარჯავს აი კოგნიტური დარღვევების მქონე პირთა ჯერ იდენტიფიცირებისათვის, მერე მკურნალობისათვის და პრევენციისათვის მიიღო გარკვეული ზომები. 2025 წელს ეს სქემა, ეს მონახაზი 10 წლიანი გეგმა ჰქონდათ, ესეთი აღებული, ესეთი გეგმა, ესეთი ყველა ქვეყანას უნდა დამთავრებულიყო მომზადება ესეთი ადამიანების საიდენტიფიკაციოდ, სამკურნალოდ და პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული აი ეს კვლევები და ასე შემდეგ მკურნალობა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში თუ გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ და ამიტომ დეტალურად არ გავაშუქებ რა კვლევები და რა კეთდება. ამიტომ აი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებების ესე იგი სადიაგნოსტიკოდ ტარდება საკმაოდ დიდი ესეთი ღონისძიებები მთელ სოფლიოში, რასაკვირველია, როდესაც ადრე იწყებ მკურნალობას და ბევრად უფრო კარგია შედეგები, ვიდრე ვთქვათ შორტწასულ შემთხვევაში. ეს ყველასათვის ცნობილია და რაც უფრო ადრე იქნება დაწყებული მკურნალობა, რასაკვირველია, ბევრად უფრო იულია ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეული. არის თუ ეს გამოკიდებული გარკვეულ ადამიანის ფსიქიკურ ტიპზე, ანუ რაც უფრო თითქოს რაღაც გავრცელებულია შეხედულება, რაც უფრო სუსტი ადამიანი მით უფრო მეტი პრობლემა შეიძლება შეექმნას, ამ პირობებით რაც უფრო ძლიერია პიროვნება შეიძლება ნაკლებად შეექმნას. ანუ ამ პრობლემის ირგვლივ ძალიან ბევრი სტიგმა არსებობს. და აი ამ სტიგმებს შორის ალბათ გარკვეულწილად და აი ამ ცრუ შეხედულებებს შორის ხშირ შემთხვევაში აი ესეთ გამორჩეულია თითქოს პიროვნულ ფსიქიკურ ტიპზე დამოკიდებულება. რამდენად რეალურია ეს? ძალიან ბევრი რამებ განაპირობებს აი ახლა დამოკიდებულებას, ვთქვათ, ამ დაავადების მიმართ და პირველი არის განათლება. ანუ საზოგადოებაში უნდა იყოს ისეთი განათლება, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ დაავადების შესახებ. ცნობადობა იმდენად ამაღლებული, რომ რაც შეიძლება ბევრი იცოდეს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ამ დაავადების შესახებ. რატო? ამიტომ არის ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია აწესებს გარკვეულ დღეებს, როდესაც ცნობადობის ამაღლება, ვთქვათ, ხდება აი ამ დაავადებების დეპრესია, ნევროზული რეგისტრის აშლილობა, ვთქვათ, შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობა და სხვა დაავადების შესახებ, როდესაც ყველა დაავადებას აქვს თავისი დღე, ხო? ან კვირეული, ან კვირეული ან დღეები, დიახ, იმიტომ რომ ეს განათლება არის ყველაზე ესეთი დაუმორჩილი, ყველაზე კარგი ბასრი იარაღი ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. კარგი, ეს ერთი განათლება, მეორე რასაკვირველია, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკურ ფაქტორებს, თუმცა გენეტიკური მზაობა არ არის საჭირო იმისათვის, რომ თქვათ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს ყავდეს აუცილებლად შიზოფრენიით და ესე იგი დაავადებული სამავალი, წინასწარ განწყობა, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება. მეორე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ამ პაციენტის მომზადებას აი ამ საკითხებისადმი, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც. ხშირად არის ხოლმე, რომ ვამბობთ, რომ აი ყური დაუგდეთ თქვენი ახლობლის სიჩუმესაც კი
რატო შეიცვალა ქცევა? იმიტომ რომ არსებობს ისეთი გარკვეული სიტუაციები, როდესაც კომუნიკაციის უნარი, მთავარი ფუნქცია ადამიანის, ხო, ადაპტირება გარემოში, კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან და შენარჩუნება ამ კომუნიკაციური ურთიერთობების აღარ ხდება. სწორედ აი ამ დარღვევების ურთიერთობის ფონზე იმალება ესეთი მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ისეთი პრობლემები, რომელსაც ჭირდება კორექცია და მკურნალობა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი დაუბრუნდეთ ახლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორ იწყება ეს პროცესი და სტატისტიკურად მიღებულია, რომ ყველაზე ხშირად მსგავსი პრობლემების წინაშე მოზარდ პერიოდში დგებიან და 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ მსგავსი ნიშნები. რატომ არის ეს ასაკი ესეთი რთული პუბერტატული პერიოდი? ან შემდგომი პერიოდი და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ჩარევა და შემჩნევა ამ პრობლემებს. ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა და რატომ? ყველა ასაკს გააჩნია თავისი ასაკობრივი თავისებურება, ხო? მოზარდობის პერიოდი და ზრდასრულობის პერიოდი იცით რომ იწყება 20 წლიდან და ეს გრძელდება სადღაც 40-50 წლამდე. ეს არის ყველაზე უფრო ნაყოფიერი პერიოდი, როდესაც ხდება კარიერული წინსვლა, განათლების მიღება, ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა და ასე შემდეგ. აი, მოზარდობის პერიოდი იწყება სადღაც 11 წლიდან და ესე იგი 20 წლამდე დაახლოებით 8 გარდატეხის პერიოდი, ანუ რაღაც ესეთი კრიზისული პერიოდის გავლა უწევს ადამიანს. თავისებურება, რაც ახასიათებს აი ამ მოზარდობის პერიოდს, გარდატეხის პერიოდში, არის ის, რომ მისთვის მიუღებელია ოჯახის წევრების აზრი, მიუღებელია მასწავლებლის აზრი და ხშირად ის ყურადღებას აქცევს, ესე იგი, ქუჩაში პროტესტი, ხო, ქუჩაში გაცნობილ ადამიანებს, ეწინააღმდეგება ყველას და ყველაფერს, ჯერ მისთვის მთავარია სიამოვნება და მერე მოვალეობა, თუმცა ეს იცვლება შემდეგ და ამიტომ ამ სიტუაციაში ხშირად არის ხოლმე იმის მაგივრად რომ შოვა დაუყავოს ან თქვათ მიიღოს ისეთი შვილი როგორიც არის ხშირად არის ხოლმე დაპირისპირება და ამ დაპირისპირებას მოყვება გამძაფრება ემოციების ფსიქიკური მდონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ისედაც არის ესეთი დატვირთული მოზარდი ამით ყველაფრით აი ამ პროტესტის ფონზე ხშირად ხდება ესეთი დაძაბულობა ანუ არათუ შემჩნევაზე ანუ პრაქტიკულად სწორ რეაგირებაზეც არის პრობლემა. თავისთავად. ბუნებრივია, აი აქ იწყება ალბათ განათლების მნიშვნელობა და სწორი რეაგირების მნიშვნელობა, ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის ინსტიტუტის ჩართულობა, მის მიმართ ნდობის ამაღლება და ის სტიგმები, რომელიც ხელს უშლის მშობლებს ხშირად სწორად მიმართონ შესაბამის სპეციალისტს, იმიტომ რომ თუ შესაბამის სპეციალობის არ არის მშობელი ამ მშობლები არ არიან შესაბამის სპეციალისტის ბუნებრივია სწორი რეაქცია ამ დროს არათუ 8 ფაზა, არამედ ერთი ფაზაც კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს და ამ დროს მიღებული გააწყვეტილება და ამ დროს არასწორად გამოვლენილი რეაქცია შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს ბავშვის ფსიქიკაში, მოზარდის ფსიქიკაში. იდენტობის კრიზისი აქვს. ვინა ვარ მე? რას წარმოვადგენ? რა მინდა და როგორ მინდა? აი ამ იდენტობის კრიზისის, ხო, რატო? და ამიტომ არის ხოლმე რომ ამ ასაკში ხშირია ხოლმე კრიმინალ საწინააღმდეგო ქმედებები, ამ ასაკში ხშირია ხოლმე დაპირისპირება მოზარდებს შორის, ამასაც კიდე თავისი ახსნა აქვს და რატომ? ამიტომ არის ხოლმე რომ ხშირი რომ აი მკაცრი მამის შვილი, ქალიშვილი განსაკუთრებით ცდილობს რომ ესეთი ვიღაც შეიყვაროს და რაღაც გამოსავალი ნახოს და გათხოვდეს ან რაღაც შექმნას გარკვეული ოჯახი რომ ამ რაღაც საბრყობილეს და გალიას და აღწიოს თავი და უარეს ესე იგი ხალხში აღმოჩნდეს ხო იმიტომ რომ განათლება არ აქვს თავის დაცვის სურვილი თავის დაცვის უნარები არ აქვს ესეთი ქცევების ჩამოყალიბების არანაირი ელემენტარული ესეთი გამოცდილება არ აქვს და ხშირად ხდება ესეთი საწინააღმდეგო ესეთი მასში ვითარებაში რომელიც მის ცხოვრებას დახს ასვამს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ აი მოზარდობის პერიოდის აი მე ხშირად ვადარებ ხოლმე ბეწვის ხიდის ძალიან ისეთი კარგად გავლა და ხშირად ვეუბნებ ამ განათლებაზე წინა შეკითხვებში ვსაუბრობთ რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მოსწრება განათლება, კონცენტრაცია, დატვირთვა სპორტული აქტივობებით, ჰობი, სარსებობა. ანუ ამ შემთხვევაში ეს როგორ გავლენას ახდენს, რომ მსგავს გამღიზიანებელ ფაქტორებს უფრო
სერიოზულად გავამკლავდეთ. ავტორიტეტმა უნდა ურჩიოს და ავტორიტეტი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს მშობელი და ეს არის ნორმალური. ავტორიტეტმა უნდა ურჩიოს, ვთქვათ, დაკავდეს იმ საქმიანობით, რომელიც მოწონს და ვთქვათ, რომელიც არის წახალისებული. ამიტომ ეცადეთ ხოლმე, ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს მშობლებს, ჩემს პაციენტის მშობლებს, რომ ეცადეთ ხოლმე, რომ იყოთ თქვენი შვილისთვის არა დაპირისპირებულ მხარეს, არამედ უთანაგრძნოთ და იყავით ნუ მე რა მისაღები არ არის მისი ქმედება ხშირად არ მოგწონს მისი ჩაცმულობა არ მოგწონს მისი მეგობრები ჩემო ბატონო იმეგობრეთ მის მეგობრებთან იმიტომ რომ როდესაც მის მეგობრებთან ესე იგი მეგობრობს მშობელი ბევრად უფრო იულად ხდება შულთან დაკავშირება ამიტომ იკითხეთ ის წიგნები რასაც კითხულობენ თქვენი შვილები ეს ბევრად უფრო იულად მოგვარდება ეს ამბები და გარდატეხების პერიოდის აი ეს კრიზისები ადვილად იქნება დაძლეული. და თუ ეს ქმედებები არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში სპეციალისტთან მიმართვა აუცილებლად ხშირად არის ხოლმე. მნიშვნელოვანია, რამდენად აუცილებელია და როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. იცით რა არის? საერთოდ ყველა პროცესი. იმის ახსნაც საკმაოდ რთული იქნება, რომ მაგალითად რაღაც გარკვეული პრობლემის შემთხვევაში მოდი მივიდეთ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან და გავიაროთ ეს საკითხი. ანუ ამის ახსნა და ამ ინფორმაციის მიწოდებასაც თავისი სიფრთხილეები ახლავს. სიფრთხილე უნდა და მეორეც კიდევ რომ ესეთი ხშირად არის ხოლმე რომ არ გვინდა ვაღიაროთ ის რაც გვაქვს. ამიტომ პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის გადასაჭრელად არის აღიარება პრობლემის. ავაღიაროთ ეს პრობლემა რომ არის და მივიღოთ ისეთი როგორიც არის. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის ირაკლი კიდევ იცით აი ამ პრობლემის აღიარებასთან ერთად პრობლემის თქვათ გადაჭრის გზისკენ ერთი ნაბიჯის გადადგამასთან ერთად გამოვნახოთ გზა რომ ჩვენც ვისწავლოთ სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე რომ შვილები აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ ჩვენი მშობლები და ამიტომ ვცდილობთ ხოლმე რომ მოდი ჩვენ ვისწავლოთ ჩვენ შევიცვალოთ და ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენი შვილებისთვის ხო მშობლები ვართ ამიტომ ჯერ მივიღოთ ის ვისწავლოთ ჩვენი ის გავაკეთოთ ის რაც არის აუცილებელი და მერე რასაკვირველია ჩვენი შვილებთან ურთიერთობის გზები მოზარდობის ასაკამდე ბავშვთა ასაკშიც მნიშვნელოვანია. ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ყველაზე კარგი ესეთი პრობლემის გადაჭრის მოგვარების გზების ზიების დროს ვართ ჩვენი მაგალითი. ბავშვებთან თუ გვინდა, ნუ ახლა სკოლამდელ ასაკამდე, ნუ 6 წლამდე იცით თქვენ რომ ყველაზე კარგი მეთოდი ეს არის თამაშები და იმ თამაშებით შეიძლება რაღაც ძალიან ბევრი რამე ვასწავლოთ. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე რაცა უნდა მაღალი კომპეტენცია ჰქონდეს მშობელს, ხშირ შემთხვევაში მაინც გარკვეულწილად გარემო ფაქტორების გავლენით, მაინც დგება ბავშვი მოზრდილ პერიოდში დეპრესიის პრობლემა. ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევა. ამ შემთხვევაში როგორ ხდება შემჩნევა, როგორ უნდა შეამჩნიოს მშობელმა, რომ ბავშვს მოზარდს აქვს დეპრესია. ხა ეხლა თქვი რომ სიჩუმესაც დავგვიდოთ ყური თქო რომ თუ შეეცვალა ქცევა და დეპრესიას გააჩნია წყარი ძირითადი ნიშანი იცით თქვენ რომ ეს არის უხასიათობა გონებ განწყობის დაქვეითება გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა არ აქვს მნიშვნელობა არ აქვს დიახ სუიციდალური აზრები რაც ყველაზე მძაფრს ხდის დეპრესიულ აშლილობაზე ყველაზე უფრო საშიშს ხდის ხო სუიციდალური აქტივობა ეს არის მადასთან დაკავშირებული პრობლემები ცრემლიანობის მომატება ბატონო ეს სექსუალური დარღვევები თავისთავად, მაგრამ მოზარდობის პერიოდში და მეტნაკლებად ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ეს ფაქტი. თუ აქედან 5 მაინც არის, აი 5 სიმპტომე, ბოლო 2 კვირის მანძილზე თვლია, რომ შეიძლება იყოს დეპრესიული, თქვათ, აშლილობა. ნუ არ არსებობს ადამიანი, ვისაც მაგალითად ახლობელი, ანუ უახლოესი ადამიანის დაკარგვის შემდეგ ესეთი სიმპტომები არ ქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გახანგრძლივებული, ეს არ უნდა იყოს პროლონგირებული. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაჭირდებათ სპეციალისტის კონსულტაცია. და ამ დროს როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია გარშემოყოფების, ანუ ემოციების მართვის კუთხით რა არის სწორი? დიახ, და არა ჭკუის დარიგება.
შენ ასე იყავი, შენ ასე უნდა გააკეთო, მე ასე ვიყავი და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე ეს ასე აკეთებს და ვაი და უი და ახლა ჩაისუნთქე და ესეთი რაღაცები არ ხდება. ანუ ეს არ უნდა იყოს დამრიგებული და მენტალური ტონით, ესე იგი მენტორული ტონით დარიგება, რომ ეს ასე უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. მიღება იმისი, რომ ეს ასე არის და თუ თქვათ და ძალიან ძნელია ამის მიღება, ვეცადოთ, რომ ჩართოთ იქ სპეციალისტი აუცილებლად. აი სპეციალისტის ჩართულობა როგორ უნდა მოხდეს? რა ინტენსივობით არის აუცილებელი და რამდენი რა დრო ჭირდება ამ პრობლემასთან გამკლავებას? ისეთ რა დეპრესიის კურნალობა ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი, ხო? ეს როდესაც პაციენტი მოდის, ხშირად ხდება, რომ დავადგინოთ რა ხარისხის დეპრესია. იცით თქვენ მოგესმენებათ, რომ დეპრესია შეიძლება იყოს სუბუგი, საშუალო და მძიმე და ამის დადგენა ხდება ძალიან მარტივი წესით. უამრავი სკალა არსებობს იმისათვის, რომ დავადგინოთ რა ხარისხის დეპრესია და იმის მიხედვით ხდება დადგენა, არის საჭირო სიტყვით თერაპია, ანუ ფსიქოთერაპია, არის საჭირო თქვა სიტყვასთან ერთად რასაკვირველია წამლიც გამოყენება, ანუ მედიკამენტოზური დახმარება თუ არის აი გარკვეული რაღაც ესეთი მისაღები, გარკვეული ქმედებები. აი სწორედ ამის დადგენის შემდეგ რასაკვირველია მედიკამენტოზური მკურნალობა მთელ სოფლიოში არ ნიშნავს იმას, რომ ერთ ტაბლეტს დალევს ან რაღაც გარკვეული დღის მანძილზე 10 დღის ან 15 დღის შემდეგ ის იქნება ისე კარგად, როგორც ჩვენ გვინდა. არა ბატონო, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოიცავს გარკვეული, ესე იგი, დროის მანძილზე პრეპარატების მიღებას და პრეპარატებს რასაკვირველია ხანგრძლივი მოქმედება არის აუცილებელი. ეს არ ვიცი როგორ დაემორჩილება მკურნალობას. თუმცა არ არსებობს ხო ესეთი რამე არ არსებობს, რომ ახლა მაგალითად დაჟინებული მზერით და ხელების ფათურით ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, თუმცა ფსიქოთერაპია საკმაოდ დიდი ძალა აქვს და ამ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად განსაკუთრებით აი არტ თერაპიას და სხვა მეთოდებს ფსიქოთერაპიისას ამას არ შეგაწყენთ თავს ახლა მისი მოყოლით ძალიან ბევრია, მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ ერთი რამე. ხშირად არის ხოლმე რომ აი პრეპარატების მიღების შემდეგ პაციენტები თავს გრძნობენ ძალიან კარგად და თვითონ ცდილობენ რომ ესე შეწყვიტონ ეს წამლების მიღება. ამ წამლებს გააჩნია ესეთი ეფექტი, რომ მათი შეწყვეტა სწრაფად არ შეიძლება, ანუ აღმავალი დოზით აი აკუმულაცია სანამ არ მოხდება ხო წამალი მოქმედებას არ იწყებს, ისევე ხდება ამ წამლების ესე იგი ქვემოთ ესე იგი შემცირება და ამის ფონზე ისე მოხსნა პრეპარატების ესე იგი პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს მდგომარეობა, როცა ეს ესწრაფად. როდესაც ხო, როცა შეწყვიტავს არა გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მდგომარეობა გამძაფრდეს და დაჭერდეს კიდევ რაღაც დამატებითი დახმარება და ამ სიტუაციაში პროფესიონალის ხელმძღვანელობით, ანუ დოზების დაკლებას, დოზების შემცირებას აქნება საკმაოდ ეფექტია. ახლა ჩვენ რა ვსწავლობთ ამით? საერთოდ პაციენტები ვსწავლობთ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში, აი გარკვეული კრიტიკული სიტუაციებიდან თავის დაღწევა და სწორედ აი დეპრესიისა და ნევროზული რეგისტრის საშუალების ფონზე, როდესაც ჩვენ ექიმთან გვაქვს ესეთი კომუნიკაცია და ფსიქოთერაპევტებთან გვაქვს კომუნიკაცია, ვსწავლობთ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციაში როგორ უნდა დავიცვათ თავი. ანუ როგორ უნდა დავძლიოთ გარკვეული სტრესული სიტუაციები. სწორედ აი ამის მიღწევის შემდეგ ბევრად უფრო ესეთი შესაძლებელი არის აი სტრესული სიტუაციების გამკლავება, ვიდრე შეგვეძლო აქამდე. და ამიტომ ბევრად უფრო კარგი შედეგები გვექნება. და ბოლოს გაბატონო შევნა თავარი რჩევა როგორ გავუფრთხილდეთ მენტალურ ჯანმრთელობას, როგორ დავიცვათ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა და გარშემოყოფების მენტალური ჯანმრთელობა, რა უნდა გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენს ირგვლივ ადამიანებსაც ძალიან დიდი როლი აქვთ ამ პროცესში და მათი პასუხისმგებლობა, როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი არის და მასთან გვაქვს ურთიერთობა, ბუნებრივია ძალიან მაღალია. აი როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია და როგორ იწყება, როგორ ეს რაღაც ამბანივით ანიდან ხოემდე მენტალური ჯანმრთელობა. ეს დიდი თემაა, შეიძლება ერთ გადაცემა მივუძღოთ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რომ საერთოდ ერთმანეთს თუ არ მოუფრთხილდით ოჯახი და ოჯახი არის ჩვენი სამსახური და მე ხშირად ვახსენებ ხოლმე არსებობს ესეთი სინდრომი, თვითაალების სინდრომი. ხშირად ემართებათ ხოლმე
ესე იგი ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ურთიერთობა ხალხთან, ანუ გარკვეულ რაოდენობას ხალხისას. ეს არის ჟურნალისტები, ესენი არიან იურისტები, ესენი არიან ექიმები და განსაკუთრებით ესეთი ექიმები, რომელსაც უფრო უჭირთ, ესე იგი არაქირურგებს და გინეკოლოგებს, არამედ ფსიქიატრებს, ნევროლოგებს უფრო ხალხთან კომუნიკაციის ესეთი დიდი ურთიერთობა და საშუალება აქვთ, ემართება და რაში გამოიხატება? ეს გამოიხატება საკუთარი პროფესიული უნარჩვევების შეუსრულებლობაში გამოფიტვა ხდება და მოდის იგივე რაც არის დეპრესიული, ვთქვათ, თითქმის იგივე დეპრესიული სამსახურის გაგონება არ მინდა რაღაც ეგეთი პროფესიონალური უნარჩვევების ესე იგი შეუძლებლობა, უხასიათობა გუნებგანწყობის დაქვეითება და ასე შემდეგ. და ეხლა რა არის? უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე რო გადახედოთ ქართულ სივრცესაც, განსაკუთრებით ბანკებში ესეთი აქვთ ესეთი ფსიქოლოგები, რომლებიც გარკვეულ სიტუაციაში ეხმარებიან. ანუ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციების დეზაქტუალიზაციაში ეხმარებიან. ისინი ესე იგი განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეთ თანამშრომლებს ურთქილდებიან, უკეთებენ სხვადასხვა ესეთი აქტივობებით მკავდებიან და ესეთ მოგზაურობის, ვთქვათ, ექსკურსიების რაღაც ისეთ პროექტებს აკეთებენ. სხვადასხვა ადამიანებმა ეს სიმძიმე გარკვეულწილად გადაიტანონ და გადაერთონ რაღაც სხვა გარკვეულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ყველაზე კარგი გაანტვირთვა ესეთ სიტუაციაში არის რუტინას, ვთქვათ, მოშორება და გარკვეული სხვადასხვა აქტივობებით, სოციალური აქტივობებით დაკავება. ამიტომ ესეთი ორგანიზაციები მუშაობენ ესეთ ხალხთან, განსაკუთრებით ახლა მაგალითად არ ვიცი ალბათ უცხოეთშიდაც ბევრს მოგზაურობენ ჩვენი ჟურნალისტები მოგზაურობთ თქვენ, არიან ესეთი და ესეთი ადამიანები, რომლებსაც დავალებული აქვთ ესეთი ადამიანების, ჟურნალისტების განტვირთვა და სწორედ თვითაღლების სინდრომისაგან პრევენციული ღონისძიებების სახით აკეთებენ ძალიან ბევრ აქტივობებს. ეს არის აუცილებელი. ეხლა რა შეიძლება ეს პრაქტიკულად ყველა პროფესიისთვის მნიშვნელოვანია. ძირითადად მე ჩამოთვალე რამდენიმე, თუმცა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე რეალობაში სამსახურის მიმართ რაღაცა ცხოვრების და სამსახურის ბალანსის შენარჩუნება ეს პირველი რაღაც ესე რომ ვთქვათ უებარი საშუალებაა, როდესაც საქმე გვაქვს ამა თუ იმ ინტენსივობის მქონე საქმის მიმართ დამოკიდებულებასთან და იმისათვის რომ არა მარტო ამ პროფესიის წარმომადგენლებს, სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც ეს პრობლემა უდგათ თანამედროვე რეალობაში გაიზარდა ინფორმაციულობა, გაიზარდა სამსახურის და ამა თუ იმ პროცესებში ჩართულობა და ეს ყველაფერი გარკვეულწილად ევოლუციურად ჩვენი თავის ტვინისთვის დიდი დატვირთვაა და ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა ხდება და ამის გამო საუბრობთ იმაზე, რომ დეპრესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. სწორედ ეს მინდა და გამიმახვილები ამაზე ყურადღება და ასევე მშობლების როლიც ოჯახი. მოусმინოთ ერთმანეთს. გქონდეს დრო იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს მოვეფეროთ, უთხრათ, რომ ისინი არიან შეუცვლელები, ლამაზები და ამაყობთ ისეთებიც, როგორებიც არიან. ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვერდში დავუდგეთ. გაულამაზოთ ერთმანეთს წუთის სოფელი, გავილამაზოთ და გაულამაზოთ ერთმანეთს წუთის სოფელი. მივხვდეთ, რომ ეს პატარა წუთის სოფელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოფერებისთვის, გვერდში დგომისთვის, ოჯახის, თქვათ, ხარდაჭერისთვის და ოჯახი არის ერთ ენაზე მოლაპარაკე გარკვეული დიდი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ყველა სიცნელე, ყველა სირთულე დაძლიოს და წავიდეს წინ. აი რაში მდგომარეობს მენტალური ჯანმრთელობის პრევენციის თავარი ფორმულა. დიდი მადლობა ქალბატონ შოენა, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის შეკითხვებს ფსიქონევროლოგი მედიცინის დოქტორი შორენა ვაშაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახოთ. მომავალ შეხვედრამდე.